მოგესალმებით, თქვენ უყურებთ პოდკასტს ვეძებ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენი გვერდი მოიწონოთ ეს ვიდეო და აგრეთვე მნიშვნელოვანია ის, რომ დააფოლოვოთ ჩვენი გვერდი. გეტყვით იმას, რომ ჩვენი პოდკასტი იწერება პოდკასტ არეაში, რომლის შესახებაც ინფორმაცია ამონათდება და გარდა ამისა პოდკასტის ბოლოს იხილავთ დეტალურ ინფორმაციას. ყოველთვის, როდესაც ისტორიებს ვკითხულობ ჯგუფში ვეძებ და როდესაც მე მიკავშირდები ან სხვადასხვა ადამიანები, რომლებიც ეძებენ, ფიქრობ, რომ ყველაფერი მოსმენილი მაქვს და რაღა უნდა მოხდეს, ისეთი რა ისტორია უნდა მოვისმინო, რამე შეიძლება გამაკვირვოს. მაგრამ ყოველჯერზე ვწმუნდები, რომ ჯერ თურმე არაფერი მომისმენია. ამის ნათელი მაგალითია მაია პაპიძე, რომელიც გახლავთ ჟურნალისტი, ცესკოს თანამშრომელი, რომელიც სპეციალურად ბათუმიდან ჩამოვიდა ჩვენი პოდკასტისთვის, ისვისაც ძალიან დიდ მადლობას გიხდით მაია. თქვენი ისტორია იმდენად გამაოგნებელია, რომ რამდენჯერმე წავიკითხე, ხო მართლა იმას ვკითხულობ, რასაც ეს ადამიანი მწერს ხო და გადმოვედი თქვენ პროფილზე, რომ მენახა, რომ ნამდვილად რეალური ადამიანი მწერდა და ვიღაცა არ იგონებდა ამ ისტორიას. თუ შეიძლება რომ თქვენ დეტალურად მოუყვეთ მაყურებელს ის ყოველივე, რაც მე მოვისმინე. დიდი მადლობა მოწვევისთვის, გამარჯობა, მოგესალმებით. როგორ აღმოჩნდი ვეძებს გვერდით? არ მახსოვს რამდენიმე სტატია წავიკითხე და ერთ-ერთი სტატია იყო ბავშვი, რომელიც თითქმის ჩემი შვილის ტოლო უნდა ყოფილიყო და სულ გამიკვირდა, რომ აი ბაღმერთო რომ მე არა ვარ იმ დღეში. ამიტომ იმ დღეში ანუ აყვანი. ხო, რომ არა, ბავშვი ჩემი შვილი ხო რომ არ მოიბარს და აი ჩემი შვილები რომ სხვაგან გაზრდილიყვენ. და ყოველთვის ჩამithრია იმან სტატიებმა, მკითხულობდი ხშირად და ერთ დღეს ჭიათურიდან ვარ წარმოშობით და ვიღაცას ჭიათურაში გაშილებულ ბავშვზე და აი აქ მივწერე მეც. ჩემი მიწერის შემდეგ მომივიდა რა მიწერა. რა გვარია და ვინ არის მე? თვითონ ჭიათურელი ვარ მეთქი რომ დახმარების მიზნით და ამ დროს შემომდის სულ სხვა რა 1-2 საათის შემდეგ შემომდის წერილი, რომ ჭიათურიდან ხართ? კი, მეთქი. და ვისი შვილი ხარ და რადგან დედა ცოცხალი, უფრო დედის გვარი უთხარი და სახელი თვითონ მომწერა. დედიკოს სახელი და მიცი რაღაც მინდა გითხრა და ვაიმე ხა ალბათ დედამ გამკეთა რამე საქმე, ან რაღაცა მადლობა უნდა მითხრას და რაღაცა აი ამის იმით ძალიან კარგი განწყობით ვიყავი და მომწერა რომ მე და ბებია მოვდიოდითო ჭიათურაში ადრე და შენ და დედიკო მოდიოდითო. ბებია და დედამ დაიწყეს საუბარი. ამ საუბრის შემდეგ როცა დავემშვიდობეთო, ბებია მითხრა რომ უიო როგორი გოგო დამდგარაო, ესო ნაშვილებიაო და მე მის ძმებს ვიცნობ და რატო უფროსი ძმები გყავთ? კი, უფროსი და უმცროსი. და რატო იშვილებდნენ მე მის ძმებს ვიცნობ, ესე იგი ორივე ძმები არიან და ისო უფროსწორად გაცვლა მოხდაო. ოჯახი ჩამოვიდა, ესე მომწერა, ჩამოვიდა და იყო მეოთხე ან მეხუთე გოგო. რომლებიც იყვნენ შეძლებული და უნდათ ძალიან ბეჭი. ამ ექიმის ნაცნობი უნდა ყოფილიყო ეს ოჯახი. მამამ და ბაბუამ გაცვალეს. უნახიათ ჩემი უფროსი ძმაც, როცა სანახავად მიდიოდნენ დედიკოსთან და ძალიან მოწონებიათ ჩემი ძმა და წაიყვანეს ბიჭი და მიმიყვანეს მე დედიკოსთან. ცოტა უფრო გასაგები რომ იყოს თქვენ ამბავი მეც ძალიან დაბნეული ვარ ხა რასაც ხო მეც აი ხა ესეთი ისტორიები კი მაქვს მოსმენილი, მაგრამ პირადად ვისმენ. ანუ თქვენ აღმზრდელ მშობლებს ჭიათურაში მაცხოვრებელ ოჯახს ყავდა პირველი ბიჭი, გაუჩნდა მეორე ბიჭი. ამასობაში ჭიათურის სამშობიაროდ მეხუთე ბავშვზე ჩამოვიდა ოჯახი და გაუჩნდა მეხუთე გოგო. მეოთხე ან მეხუთე გოგო. მათ თავიდანვე ქონდათ ეს დაგეგმილი, რომ თუ გოგო გაჩნდებოდა, უნდა შეეცვალათ ბიჭში? მე გარვიცი ამ გოგომ რაც მომწერა ქალბატონმა, მე იმას ვამბობ, რომ აი მოხდა გადაცვლა, რომ ძალიან უნდათ ბიჭი. გადაცვლა მოხდა სამშობიაროს თანასწორლის სამშობიაროში.
თქვენმა ოჯახმა ის არა მგონია რომ იცოდნენ მხოლოდ მამა და ბაბუა და იმდენად ისტერიკა დამიმართა რომ აი რაებს მწერ მეთქი მე მგონი გეშლებათ მეთქი დამბლოკა მაგრამ 2 კვირის შემდეგ კიდე მომწერა რომ აპატიო ძალიან ცუდად გამომივიდა ესო მაგრამო მათო მამა გარდაიცვალა ეს ძმა გარდაიცვალა ეს ბიჭი არ შერჩათო ეს ბავშვი გარდაიცვალა ხო ეს ბავშვი გარდაიცვალა თუ მამას ამ ბიჭის მამობა აღარ შერჩა ნუ ესეთი გაურკვეველიო იმ დღეს როცა თქვენ ქორწილში მიდიოდითო იმდენად კარგად გვიცნობდნენ ჩვენ მის ქორწილში მამა ჩემის ძმისშვილის ქორწილში მივდიოდით თორმე ჩვენ მთელი ოჯახი როცა იქ უბედურება იყო იქნებ ეს თარიღი თქვათ რომ იმ ოჯახმა იცნობს თუნდაც ამ თარიღს ახლა ის როდეს მამა ჩემს ხალს 7 დაახლოებით ალბათ ეს 71-72 თქვენ რომ წელს ხართ დაბადებას თარიღი თარიღი ივლისი ბიოლოგიურად რომ ადრე დავიბადე და იცდიდნენ. შეიძლება. და ბიოლოგიურმა დედამ იცოდა? იცისო. დედამ იცოდა. მამამ და ბაბუამ. მამამ და ბაბუამ გადასვარეს ბავშვები, რადგან უნდათ ბიჭი. ბაბუა იცნობდა სავარაუდოდ ამ სამშობიაროს ექიმს. შეიძლება სულაც ან საჩხერეში ან ზესტაფონში იმშობია რა და უცდიდნენ აქ ბიჭის და სად ხარ დაბადებული ეს არ ის ზუსტად ვიცით შეეცრაში ესე ამბობენ მე იქ ვარ გატარებული და სად ვარ დაბადებული ნუ გატარებული იმიტომ რომ შემდგომ უკვე თქვენმა მშობლებმა დაკარგეს რომ დედიკოს რო დაურეკე მე მხოლოდ ის უთხარი რომ აი მოვიკითხე და უთხარი რომ აი იმ პერიოდში თუ გახსოვს რამე არც ექიმი არ ახსოვდა არც ისე მაგრამ ეს თქვა რომ სულ გოგოები დაიბადნენ იმ სამშობიაროში სულ გოგოები იყვნენ დაბადებული გოგოები ვანსო თქვენმა ოჯახის წევრებმა თავისთავად ეს ინფორმაცია არ იცოდნენ ანუ გამოდის რომ მათ ბავშვი მოპარეს და მეც არ ვთქვი დიდ ხანს უბრალოდ დავიწყე რომ იმ პერიოდში დაბადებული იქნება ჭიათურაში ვინმესთვის ან მისი მშობლისთვის მაგრამ ვერაფერს ვერ მივაკლე და მე რო ჩავედი დედიკოს და ველაპარაკე ჩემ ძმასთან ერთად და რაო წავედი იმ განწყობით რომ აი დედიკო იტყო და რას ამბობ რა სისხლია მე იმ წუთში დაგინახე ამბლასა დედიკო იცოდა და მითხარი ხო რა მინდა მე თქვა მეთქი ისე იყო ესე პირისპირ ვიჯექით ტელეფონში არ აუხსნიდი ამას და დედიკო გაჩერდა და რაღაც ისე ჩაფიქრდა ვერ მივიღე ეს რასაც ველოდი რომ ვაიმე ეს რას არ ვიცი თვითონაც გააკვირდა და მისა და დედიკო თვითონ მე საავადმყოფოში მუშაობდა მათ საწყობის გამგეთი იყო და თქვა რომ შესაძლებელია არ ვიცი და მე თვითონ ჩემო ძმა ფურობა დაიწყო და ანაცკო დიდი მადლობა გადაცვალეს და გოგო მომიყვანეს და თქვენ გქონდათ ეს შეგრძნება აი აყვანილი ბავშვები ახლა ხო სულ ამბობთ ხოლმე რომ რაღაცა შეგრძნება მაინც ხონდა რომ წავიდეთ აშენ გავიშოთ ხო წავიდეთ ბავშვობაში ხშირად არის ხო ვაიმე ვის გავს და ეს სულ მამას გავს ჭიეთრა ძალიან პატარა ვაიმე ეს დედას გო ის ვის გავს რა ვიცი შავყვითელა გოგო მყავს და შავყვითელას მეძახომი სულავად ვიყავი და ისინი ჯაფნები იყვნენ პირველ მეორე კლასში ვიყავი მივხვდი რომ სახლში არავის არ გვყავდი არც ნათესავებს არც დეიდებს არც მინძებს არავის და მე თვითონ თქვი მაგრამ ეს არ იყო სერიოზულად ვაიმე გოლი დამეწოდა რამე რომ ესა მე ნაშვილები ვარ დედა რატო არ გევარ შენ აუ მამა მომხედე რა რატო არ გევარ შენ ჩემ ძმებს რატო არ გევარ მითხარით რა ესა ალბათ ნაშვილები ვარ ჩემ თავს გამომტანი განაჩენი თამთა მომწონდა სახელი და ჩემი ძმა მიცაცხოდა მე რომ თამთას შვილი ხარო და თამთას შვილი დავირქვი ერთ დღეს და თამთა ხო არ გერქვათ მამა თამთას შვილი ვარ თამთას და ჩემი ძმა რო გაბრასდებოდა წადეში თამთა დედიკოსთანა გავიხედე ერთ დღეს და დედამ თქვა რომ ისო თამთას შვილს რატო ეცახიო ჩემ ძმას უთხრა და ნაშვილები რო არისო მის დედამისა არა მე მახსოვს ძალიან კარგად თამთა არ ქვევ თინათინის შვილი დედამ თქვა ხო მაგრამ ესიც არ მიმიტანია ხო ანუ დედამ იცოდა არ ვიცი დედა საქმეა
რატო თქვიო ესო არ ვიცი დედას შევეკითხე მე შენ ხო თვითონ ვითხარი მეთქი და ისა მე დავეთქვი თამთათინათინის შვილი ანუ შესაძლებელია დედას რაღაცა ინფორმაცია ჰქონდა რასაც ფონიდან ვიყავი საჩხერიდან და არ ვიყავი ძმების და ხო სწორად ვამბობ აი მე არ ვიყავი ძმების და ვგრძნობდი თავს და ამის შემდეგ ესეთ არის ეს ახლა სხვისთვის ცოტა რთული გასაგები იქნება როგორ შეიძლება რომ აი ძმები ყავს და გრძნობდნენ რომ დაკაი ხომ ესე ცოტა მინდა რომ გავაგებინო მაყურებელს მე ხომ მყავს ძმა რომელიც შემშველებს შევსმენე გაუშვათ მაგრამ მე სულ ვამბობდი რომ მე მყავს სხვა ძმაც და აი სხეულით გრძნობდი მე შეგრძნება იმის რომ დამყავს მე არ სამქონია მე ყოველთვის ვსწრებდი რომ კიდევ მყავს ძმა ну სახელიც ეს შექმნილი მქონდა ჩემთვის მაგრამ ეს მარტო მე არ ვარ ესე არ ვიცი ბავშვები რომლებიც ბიოლოგიურ ოჯახებს ეძებენ რეალურად თვითონ არ ვიცი ქმნიან თუ მართლა იციან რომ ვიღაც არსებობს ეხლა ტყუპების შემთხვევაში ყოველთვის იცოდნენ მათ რომ ვიღაც იყო და მართლა დადასტურდა ამ შემთხვევაში და ვინც ვიპოვეთ ისინიც შემდგომ უკვე ადასტურებენ რომ მართლა არსებობდა მათ ცხოვრებაში დედამიშვილი მაგრამ მე დასუსტებით ვიცი ეხლა გრძნობ რომ კიდევ მყავს ძმა და ალბათ ესეთივე შეგრძნება მქონდა თქვენს რომ დები ყავთ და გზნობთ კონკრეტულად აი ამას. ეს არასოდეს ჩემი მეგობრისთვისაც არ მithქვია აი ეს სალაპარაკო და დავდივარ ცეკვაში მე და ჩემი კლასელი. ამ ცეკვაზე მოვიდა მასწავლებელთან მოდიოდა ვიღაც მამაკაც. აი მე არ ვიცი არც არასოდეს მეტად ან მომფერებია ან რაიმე თქვა ჩემთვის მაგრამ ტკბილეულობა შემოიტანა რამოდენიმეჯერ მე და ჩემ კლასელს მოგცა უფრო ბევრი სხვებს ცოტა მაგრამ მე რაღაც გრძნობა მქონდა ამ აი მამას ვიფიცებდი ბოლო დღემდე და მთელ სკოლაში მაგრამ მე ვგრძნობდი რომ ამ კაცთან რაღაც ნათესაური მქონდა და იქ დახვედრები იყო ხამე საშიში იყო არასოდეს არავინ არ გამოყოლია არც მე არ მიგრძნია რომ თუ ან გამოყვებოდა და მითო მოდიოდა არ ვიცი მაგრამ აი ძალიან დარჩენილი მქონდა ეს კაცი აი იმ წუთში აი მე მგავდა თუ მე ვგავდი მას არ ვიცი და რა ძალიან დიდხანს სანამ არ გავთხოვდი ყოველი კარებს და კაკუნით მე ვგრძნობდი რომ მოვიდოდნენ და იტყოდნენ მაია ჩემი ადამიანს დიდხანს და გათხოვებით თითქოს კვალი აი დაკარგა იმის შემდეგ თქვენ ბათუმში გათხოვდი ეხლა რომ თხოვრო მაგრამ მე გადავცხოვდით მე გადავედით მე და ჩემი მეუღლე ბათუმში და მანამდე სულ მქონდა არა აკუნზე უბრალო მეზობელი აი ხუთჯერ ყოფილიყო ხუთჯერ ეს შეგრძნება მქონდა რომ ვიღაცა აკუნებდა და იტყოდნენ რომ მაია მიმყავს მაგრამ არ მიფიქრია რომ ვაიმე გული შემიწუხდება და ვაიმე აი წავია მამა მიყვარს ძალიან გეშტები მაგრამ მე წავალ მე ველოდე მაყურებელს ალბათ გაუჩნდება ეს კითხვა და მოკლედ ვიტყვი რომ ანალიზის შედეგად დადასტურდა ის რომ მაია რეალურად სხვა ოჯახს ეკუთვნის მე მაინტერესებს ნათესავებთან თუ ისაუბრეთ ამ თემაზე თუ გიკონტაქტიათ ვინმესთან არ გისაუბრეთ ამ თემაზე ვისაუბრე ანალიზით ახლა დედიკო იყო და დედიკოდან ხო და დასტურეს ჩემი ეჭვი და აი ჩემი ბავშვობის ეს მაგრამ მე გადავიწყებული მქონდა რომ არა ეს წერილი მე აი რეაქცია რა იყო ეს წერილი რომ ჯერ დავდომდი მე მაინც ფიქრობდი რომ იმდენი საქმე მქონდა იმ პერიოდში და იმდენი სამყავს რომ არ მეცალა მაგრამ თუ მარტო დავრჩებოდი დიდხანს სახლში ვერ ვთქვი რაღაცა ჩემთვის ვინახე რაღაცა მე თვითონ ვეგუებოდი ანუ როდესაც თქვენ გაიგეთ სიმართლე ეს იყო თუ არა რეალურად იმ წარსული შეგრძნების დაალაგება ასე ვთქვათ რომ მიხვდით რომ აი შეგრძნები თუნდაც კარზე კაკუნის მამის შეგრძნება დების შეგრძნება მართლა სიმართლე იყო და აი ის რასაც ადრე ვერ ხვდებოდით რატომ გრძნობდით ეხლა ხვდებით რომ სიამოვნებაში ესე უნდა ყოფილიყო კი იყო და აი იმ ძველის გამოძახილი მინდოდა ადრე ყოფილიყო ადრე მოეწერათ ადრე ჩემ თავთან ან მეთქვა ან უფრო მაგრამ საერთოდ არც მიბრძოლია არც მithქვია ან კიდე დაჟინებით მომეთხოვა რომ იქნებ რაიმე მოხდა იმიტომ რომ ასერზე არ ვიყავი თუ ესეთი რამე შეიძლება და მომხდარიყო და ეხლა დაიწყეთ ბრძოლა
კი, იმ წუთში მქონდა რომ არ მინდოდა მომეძებნა და როცა სახლში ვთქვი ჩემმა შვილებმაც რა გინდა რატო უნდა იწვალ და რატო ისა, მაგრამ და აღარ მინდოდა მომეძებნა, მაგრამ მე მივხვდი რომ ბათუმში იქნებ ხარიკავკარი იქნებ იქ ისვენებდნენ დებიდი შვილები იქნებ თბილისში რამოდენიმეჯერ შევხვდით რამოდენიმეჯერ მახსოვს მატარებლით მგზავრობისას რაღაც აშიტირებული შინაგანად ვიყავი აი ვიღაცას ვეძებდი იმ მატარებელში და არ ვიცი რისი გამოძახილი იყო იქნებ იმ მატარებელში იმ დროს იყვნენ ჩემი დედი ტესტი გაკეთებული გაქვთ არა მაგრამ ის ოჯახი შეიძლება არც გეძებთ, იმიტომ რომ წარმოდგენა არა. ხო. მამამ შეიძლება არც თქვა. რაც მე ვეჭვებ, რომ ეგრეთ წოდებული ჩემი და მირეკავს. შენ თქვენი დაგწე? ხო, მე ასე მაგეჭვი რა. ნუ ეს არავინ იცის. ხო, არავინ იცის, მაგრამ მე რატომ მომწერა მათ მიწეროს, თუ მე მხოლოდ გვარი ვთხოვე და არ მითხრა და ამ ადამიანს კითხეთ იმ ოჯახთან კონტაქტი აქვს თუ არ აქვს კონტაქტი, მაგრამ მისთვის მიეწერა. რატომ ამ კითხვაზე პასუხს გცემ? არ მცევს და არც და მასე ჩემი კითხვები რომ აი მხოლოდ გვარი ვკითხე რომ მხოლოდ გვარი მითხარი მეტი არაფერი მეთქი და დამბლოკა იმის შემდეგ და რაღაცა თვითონ ვფიქრობ რომ შეიძლება ჩემ რეაქციას ელოდებ. ხო შეიძლება. პოსტები გიდევთ ჯგუფში ან ისტორია, თუნდაც ანონიმურად არ გიწერიათ თქვენი ამ. არა, მიწერია და ამის წინ წავიკითხე და მე მეგონა მე ხوار დავწერი. თურმე ყოფილა ესე უკვე იცი რა მეგონა რომ მარტო ჩემ თავზე იყო ეს ისა. ამშვენად ხო აი მე გადავრჩი, აი მე ეს არაფერი არ ყოფილა და თურმე ჩემ თავზე ყოფილა რაც ყოფილა და მე ვფიქრობ რომ რთული მოსაძებნი არ უნდა იყოს ამ შემთხვევაში. თუნდაც ისტორიიდან გამომდინარე, იმიტომ რომ ვეძებთ ოჯახს, რომელმაც 1963 წელს ვითომ და გააჩინა ბიჭი, მანამდე 3 ან 4 ყავდა გოგონა და ეს ბიჭი დაახლოებით 70-იან წლებში გარდაიცვალა. ხო, შეიძლება მამა გარდაიცვალა. ხო, შეიძლება მამაც მითხრა რომ არ მამობა არ შერჩაო. ხო, ან მამა, ან შვილი გარდაიცვალა 70-იან წლებში. და სავარაუდოდ ხო ამ ოჯახის ახლობელი უნდა იყოს ჭიათურის ხო თუ არიან ჭიათურში აი თუ ნათესავთან სტუმრად არიან ყველაფერი გავიაზრე მანამდე რომ იქნებ ნათესავთან სტუმრად იყვნენ თუ შეიძლებოდა სხვა სამშობიაროდან ბავშვის წაყვანა და წამოყვანა რო იქ თავისთავად შეიძლებოდა რა თქმა უნდა რამდენი ისტორია დიდა მე დედას ბიჭი იმიტომ რომ ხო და ეს მთავარი რაც იყო მთავარი კერა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დედიკოს რო უთხარი რომ აი რო მომიყვანეს იმ დღესვე დამინახა არა ჩემიც მაინ დღესვე ნახა ყველანი იმ დღესვე ნახა მე მესამე დღეს და ამაზე რა პასუხი ხო ხო არ ვიცი ესე მითხრეს რომ არ არის კარგად და მესამე დღეს მოგიყვანეს და შეიძლება ამ მესამე დღემდე მოხდა გადაცვლა თავისთავად ანა წამოყვანა ყველაფერს ვაანალიზებ ყველა ვარიანტი დავაში. ნუ 5 დიდან ერთს მაინც ხომ უნდა გავდეთ იქნებ მსგავსებით ვიღაცამ მიგამსგავსოთ. ხო, რადიო ტელევიზიაში რომ მუშაობდი, იქ ტელევიზიის თანამშრომელი სულ მე რამოდენიმეჯერ სხვებმაც და იმათ ვაიმე გუშინ ვეღარ გაგიჩერე მანქანად ერთი მქონდა. ჭიათურაში. არ ბათუმში. ხო, რადიო ტელევიზიაში მუშაობდი, ჩემ თანამშრომელი სულ მე უნდა რომ ვაიმე წუხელი გვიან გადმოხვედი შენ სტამბოჟნიაზე. არა არ ყოფილვარ. ვაიმე ვერ დასამბობ შენ იყავი გვერდი გახკარი. არა მე არ ყოფილა ეხლა მაშინას. ნუ ფაქტია რომ 4 დიდან ერთ-ერთს მაინც უნდა გავდეთ და შეიძლება ვიღაცას ეცნოს ეს თქვენი ისტორია და დაგვეკავშირდეს. ხო, ბევრჯერ მითხრეს რომ აი იქიდან ვიღაც გადმოდიოდა და მე ვიყავი რამოდენიმეჯერ თბილისში შევხვდი მას და არ გამოგითხოვეთ ან სამშობიაროდან არ გამომითხოვია რა საბუთები. აი დედის მშობიარობის საბუთები რო იქ ვნახოთ დეტალურად რა წერია, თქო რა გაატარეს, საინტერესოა ეს. ნუ იქ ალბათ ისე დაწერდნენ როგორც მათ უნდათ, მაგრამ მაინც საინტერესოა რა წერია. იქნებ დედა დაგთანხმდეთ რომ ჭიათურის სამშობიარო კი აღარ არსებობს, მაგრამ არქივი არის შენახული. ეს არქივი ესე ვთქვათ ყრია საავადმყოფოში ძირს არის დააყრილი და რაღაცის მოძიება იქნებ იყოს შესაძლებელი, იმიტომ რომ თქვენ ხარ ასე წყვებით მსგავსი ისტორიები არაერთხელ დაწერილა ჯგუფში, მაგრამ ყოველთვის ხდება რაღაცნაირად მაინც გვერდის ავლით უდგებიან ესეთ ისტორიებს, იმიტომ რომ არ ჯერათ ხოლმე ზედადად, მაგრამ როდესაც ესეთი დამადასტურებელი ფაქტი
თქვენი სახით არსებობს, თავისთავად უკვე მიმანიშნებელია იმისი, რომ მსგავსი ისტორიები ხდებოდა. არა, ის სულ გრძნობდი ესე თანდათან. აი სულ გრძნობდი, რომ უნდა მოსულიყვან. მიუხედავად იმისა, რომ მგონია ყველა საუკეთესო ოჯახში ვიყავ, სულ გრძნობდი, რომ ვიღაც უნდა მოსულიყო. ეხლა რა საპირებთ? ეხლა ვაპირებდი აქ საბუთების იმას, რომ აი თუ იქ არის ვიღაცა სულ შეიძინა ის ბიჭი თუ ყველა თუ იქ იმშობია რა? თუ გოგო დაიბადა ყველა, იქ ერთი ბიჭი უფრო იმად გამოჩნდება, რომ აი ის ვინ არის, ვისაც ის ბიჭი შეეძინა. ან შეიძლება საერთოდ სხვაგან გაჩნდეს. ხო და ეგ არის რთული სხვაგან გაჩნდა. ხო, ვითომ სხვაგან გაჩნდეს. იმიტომ რომ ისინი ენათესავებოდნენ ექიმს და სავარაუდოდ შეიძლება არ იყონ. რომელი ექიმზეა საუბარი? გინეკოლოგზე? გინეკოლოგზე. მაშ ასე ვეძებთ ექიმს, ვეძებთ გინეკოლოგს, რომელმაც უბრალოდ ვეძებთ გინეკოლოგის ახლობელ ოჯახს, რომელმაც 1963 წელს ჭიათურის სამშობიაროში თითქოს და გააჩინა ბიჭი, მაგრამ ზენდულეში ეს იყო გოგო, რომელიც გაცვალეს. ამ ოჯახს ჭიათურის სამშობიაროს გინეკოლოგის ახლობლის ოჯახს კიდევ ერთხელ კონკრეტები. ყავდა 4 ან 5 გოგონა და მოხდა ბავშვების შეცვლა. ასევე ეს ბავშვი, ეს ბიჭი, რომელიც მათ შეცვალეს, დაიღუპა 70-იან წლებში და უნდა აღნიშნოთ აუცილებლად ის ფაქტი, რომ ოჯახმა, ანუ დედამ და დებმა ეს ისტორია არ იციან. აი ესეთი ძიმე რეალობის წინაშე დგავართ. შეიძლება მათაც კონტენტ რაღაც შეგრძნება, რომ შეიძლება ხო არ არის და ვიღაცას ეძებენ, იმიტომ რომ აი სულ დაიმე როგორ ხედავ, რომ აი დების დავარ. ამ შეგრძნების გადმოცემა და აღწნა ალბათ რთულია, მაგრამ ზუსტად გაიგებენ ის ადამიანები, რომლებიც ეძებენ და რომლებიც პოულობენ და მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი პოვით, იმიტომ რომ თქვენი ისტორია იმდენად განსხვავებულია, იმდენად მძაფრია და იმდენად ნაწილობრივ ინფორმაციასაც შეიცავს ეს დებთან დაკავშირებით, გინეკოლოგის ახლობელთან დაკავშირებით, რომ შეიძლება ან თუნდაც გარეგნული ნიშნით გამოგარჩიოთ ვიღაცამ, რადგან ესე გავხართ თქვენ ერთ-ერთას და ამ მხრივ მოხდეს თქვენი დაკავშირება. ბავშვის აყვანა მოხდა ჭიათურის სამშობიაროდან, თუმცა ჩვენ არ ვიცით ბავშვს დაბადების ადგილი რა უწერია. წერია. ხო, სამწუხაროა ხა ეს ქალბატონი ვინც დამიკავშირდა, მე მაინც ვფიქრობ, რომ შეიძლება მათაც დაუკავშირდეს, მათაც მიწეროს, რომ თქვენი და აქ არის და მე ეს ბებიადან ვიცი და ბებია მისი ცოცხალი აღარ არის ამ ვინც მომწერა. მიდა ბებია მოვდიოდით შენ და დედი პოროშენკდა და იქნებ მათაც მიაწოდოს თუ ისეთ რადგან თქვენი კომენტარი ჯგუფში ნახა, შეიძლება მან იფიქრა, რომ თქვენ უკვე სიმართლე იცოდით და ეძებდით და ამიტომაც მოგაწოდათ ეს ინფორმაცია და იქნება ეძებენი ისინი. აი რატო ვიყავი ვის შეძებდი არ ვიცი. აი ვიყავი ყველა ვიცი თითქმის 2-3 გადაკითხული მქონდა, მაგრამ მე ჩემს შვილებს რომ აი ჩემი შვილები რო სხვაგან გაზრდილიყო ნეტა როგორი იქნება და აი ნეტა რას განიცდიან მეთქი და იმათ რა ჩემზე მომწერეს. აი თქონ როდესაც რასაც ვერ წარმოვიდგენ ადამიანამდეოთ ვერ იმიტომ რომ ის ჩაძინებული იყო. აი ის კაკუნი თითქოს ჩემი შვილების შემდეგ აღარ ვიცოდი რომ ეძებდნენ და ჩემთან იყო. მიძინებული მიძინებული იყო უკვე აღარ იყო. აი გათხოვების შემდეგ თითქოს გაჩერდა რომ აი თუცა რაღაც 2 წლამდე ხა იმ წუთში არ დახურულა ეს კარები, მაგრამ 2 წლის შემდეგ რომ სულ მეგონა რომ მომილოცავდა და მოვიდოდა და ჩემს შვილს ნახავდა და რაღაცას აი და მე უკვე დაიძინა. არასდროს არ არის ქვიან. ხო, არასდროს. მე მინდა რომ აუცილებლად. აუ ვარ ჩემოვიდა უბრალოდ. ხო, ვიცი რომ ძეზე არ არის ჩემი გვარი შვილზეა. აი ვარ სადაც შეოთანხმება მაგ სახელი მომწოს, მაგრამ სახელზედაც შეოთანხმება მაგ. ხო, მე რო გამოვიკითხე ერთ ოჯახზე ეგ თანის ახლობელმა იმან მითხრა რომ არის ერთი ოჯახი და მათ დებს მაი აი ერთ-ერთს მაია ქვია და არ ვიცი ახლა როგორ შეიძლება რომ ან მივიდე რომ ჩვენი ჯგუფი მაქსიმუმად შეცდება რომ დაგეხმაროთ და გავხსნათ ეს კვანძი და ეს ისტორია, იმიტომ რომ თქვენი ისტორიის გახსნა იქნება რეალურად სხვა ჯგუფის წევრების თვის ძალიან დიდი მაგალითი და სხვა იმ ადამიანებისთვის ნიშანი იმისა,
რომ თუ ისინი მართლა გრძნობენ, რომ იქ არ არიან, სადაც უნდა იყვნენ ეს გრძნობა არ უნდა უგულებელ ხარ. ძალიან დიდი მადლობა თქვენს სტუმრობის. მადლობა. თქვენ დიდი მადლობა ყურადღებისთვის. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ და გთხოვთ რომ დაალაიქოთ ჩვენი გვერდი, გამოიწეროთ ჩვენი ვიდეო დაალაიქოთ, ჩვენი გვერდი გამოიწეროთ. პოდკასტ არის ძალიან დიდი მადლობა იმისთვის რომ ესეთი სივრცე გვაქვს ჩვენ სადაც ვიწერთ პოდკასტებს, მას შესახებ ინფორმაცია საერთოდ ამ მონათებაში იხილავთ და ძალიან დიდი მადლობა თქვენ ყურადღებისთვის. ვისაც გსურთ ჩვენ პოდკასტში მონაწილეობის მიღება, შეგეძლოთ დაწეროთ კომენტარებში და ჩვენი კარი თქვენთვის ყოველთვის ღია. მადლობა.